საქართველოს უნივერსიტეტში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა იმ ადამიანებთან, ვინც პოლიტიკური ნიშნით საჯარო სამსახურებიდან გაათავისუფლეს და უკვე უნივერსიტეტის თანამშრომლები არიან. სასწავლებლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საკუთარი ინიციატივით 10 ადამიანი დაასაქმეს. 2 თვის წინ შექმნეს 200,000 ლარიანი ფონდი, რომლის ფარგლებშიც საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს შესთავაზეს შრომითი ანაზღაურება უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ სამუშაო სივრცეში. ეს ჩვენ დავასაქმეთ 10 ასეთი ადამიანი, მქონდა მათთან შეხვედრა, სრულიად გამაოგნებელი და აღმაშფოთებელი ისტორია მოყვა ზოგიერთი ადამიანი 31 დეკემბერს მოვიდა გათავისუფლების შესახებ ბრძანება. ესეთი ადამიანები ძალიან კარგი პროფესიონალები, ადამიანური წლებით მუშაობდნენ საჯარო სამსახურში და ემსახურებოდნენ საქართველოს. ეს ადამიანები დარჩენ მოულოდნელად სამსახურის გარეშე და საქართველოს უნივერსიტეტი მათ დაასაქმებს. მე ასევე მოვუწოდებ სხვა ბიზნესებსაც ამ ინიციატივას შემოვერთდნენ. მე გამათავისუფლეს 4 დეკემბერს და მოტივი იყო ერთადერთი, რომ ჩემი პოზიცია გამოვხატე თავისუფლად. ევროკავშირის საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, რამდენიმე საჯარო პოსტი დავწერე ამასთან დაკავშირებით. არ ყოფილა ჩემი პოზიცია რადიკალური, არ ცდებოდა იმ შეზღუდვებს, რომელიც მეკისრებოდა ხელშეკრულებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, იმიტომ რომ როდესაც სამსახურიდან გათავისუფლებენ იმის გამო, რომ თავისუფლად გამოხატეს საკუთარი მოსაზრება და არა იმის გამო, რომ რაღაც საქმეს აკეთებდით ცუდად და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მტკივნეული, რა თქმა უნდა და მე არ ვარ მარტო, ძალიან ბევრი ადამიანი იხილეთ, რომ გამოუშვეს. საქართველოს უნივერსიტეტის პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენი შესაძლებლობები განვახორციელოთ, არ დავრჩეთ შემოსავლის გარეშე და ის რესურსი, რაც გვაქვს, მოვახმაროთ კარგ საქმეს.